გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად მოდით ვისაუბროთ თავისუფალ ნებაზე. ამჯერად მოდით ვისაუბროთ თავისუფალ დედამიწაზე. და აი საინტერესოა შემდეგი. ნახეთ, ბევრი საუბარი მიდის თავისუფალ ნებაზე, თავისუფალ დედამიწაზე, რაღაც ამ ყველაფრის გაუმჯობესებაზე და აი მე პირადად თავისუფალი ნება მესმის შემდეგნაირად, რომ თავისუფალი ნება ნიშნავს ადამიანის არჩევანს, არჩევნის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, მან გააკეთოს არჩევანი და აი საინტერესოა ახლა თავისუფალი ნება, ხო? ნახეთ, საუბრობთ რა თავისუფალი ნებაზე, თუნდაც საუბრობთ რა გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩვენ მივდივართ ძალიან საინტერესო გააზრებამდე, რომ თავისუფალი ნება ეს არის, ნახეთ, არჩევნის თავისუფლება და მაშასადამე თავისუფალი ნება თუ არის არჩევნის თავისუფლება, გამოდის რომ არჩევნის თავისუფლება და თავისუფალი ნება არ არის, რომ ჩვენ მაგალითად ამა თუ იმ ქმნილებას, ამა თუ იმ ქმნილებას დავადგეთ და დავუწყოთ ქადაგება, რომ ეს ასეო და ეს ისეო. ნახე რა საინტერესოა? საინტერესოა შემდეგი, ხომ? თუ ჩვენ ვიღაცასთან იმენა მივდივართ და იმენა უქადაგებთ, რომ ეს ასეო და ეს ისეო, რაც არ უნდა სიმართლე იყოს ჩვენი ნაამბობი მისთვის, ეს ყველაფერი არის თავისუფალი ნების დარღვევა, თუ კი მას ასე ვთქვათ, როგორ თქვა რა? არ ვიცი, შეიძლება სურდეს, შეიძლება არ სურდეს. მაშინ თავდაპირველად, რაც შეიძლება შემოვიტანოთ თავისუფალი ნების ცნებაში არის ის, რომ მივარდნის ნაცვლად შეიძლება მოხდეს გარკვეული შეთავაზება. ეს საინტერესოა. მივარდნას თავისუფალი ნების ფარგლებში და თავისუფალი ნების დიაპაზონში ნამდვილად ჯობს შეთავაზება. კიდევ უფრო რომ განვავითაროთ თავისუფალი ნება და არჩევნის თავისუფლება, მაშინ, როგორ ვთქვა, მივდივართ შემდეგ იმამდის, რომ უნდა იყოს შეთავაზებული ვარიანტები, ვინაიდან და რადგანაც ამ შეთავაზებული ვარიანტებიდან ადამიანმა თავად გააკეთოს შემდგომში გარკვეული არჩევანი. ეს საინტერესოა. და აქ არის შემდეგი საკითხი უკვე შეთავაზებულ ვარიანტებში რაღაც არის როგორც ჩანს მეტი, რაღაც არის როგორც ჩანს ნაკლები. და კიდევ უფრო რომ კარგად იყოს თავისუფალი ნება, მაშინ გამოდის, რომ როგორღაც უნდა მოვიყვანოთ რა ჰარმონიაში ეს ყველაფერი, როგორღაც უნდა მოვიყვანოთ ბალანსში. ვინაიდან და რადგანაც თუ შეთავაზებულ ვარიანტებში 80 თუ უმეტესობა შეთავაზებულ ვარიანტებში იქნება ერთი მხარის, მეორესი კი იქნება, როგორ ვთქვა, ისე თავისუფალი ნება ამ შემთხვევაში ხვდებით რა, თუ იქნება რაღაც თანაფარდობა, ეს ყველაფერი იქნება კარგი. თუ იქნება ბალანსი, ჰარმონია შედარებით ამ ორს შორის, თავისუფალი ნება ამ შემთხვევაში განვითარდება, ხოლო თუ არ იქნება ბალანსი და ჰარმონია, ესეც თავისუფალი ნებაზე ალბათ მოახდენს გარკვეულ გავლენას ზოგად პლანეტარული სურათით. შესაბამისად, მივდივართ შემდეგ გააზრებამდე, რომ თავისუფალი ნება ეს არ ყოფილა ვიღაცას იმენა მიუვარდეთ და იმენა უქადაგოთ, თუნდაც რაც არ უნდა მართალი იყოს ჩვენი სიტყვები, ეს იქნება თავისუფალი ნების დარღვევა. საინტერესოა. რომ იციან ხოლმე რა, ყველანი მიხვდებით, რასაც ვამბობ.
ეს არ არის თავისუფალი ნება. იგივეა, როდესაც ადამიანს მიუვარდი და იმენა სიცრუე მოახვიო თავს. ესეც არ არის, ხო, თავისუფალი ნება. ესეც თავისუფალი ნების დარღვევაა. ანუ არავის არ უნდა მიუვარდეთ. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი ნაზრევი, გამოვხატოთ, გადმოვცეთ და მოდით შემდგომში მოდით სიტყვაც არ მინდა. იყოს თუნდაც ეს ახლა ნაზრევი, ეს გადმოცემული იყოს, არსებობდეს, ვისაც დააინტერესებს, ვისაც მოეწონება ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ღმერთმა, როგორ თქვა, სიკეთეში მოახმაროს და გაუმჯობესოს თავისუფალი ნება, ხოლო ის ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ მოეწონება, ვისაც ეს ყველაფერი ვისაც ეს არ დააინტერესებს, ვისაც ეს არ არის საინტერესო, ასევე ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეს მისი თავისუფალი ნება, ხო? სხვათა შორის კრიშნასა და არჯუნას დიალოგში, ბჰაგავად გიტაში არის კრიშნასა და არჯუნას დიალოგში არის ბჰაგავად გიტა თუ რა, ზუსტად არც ვიცი როგორც გამოიდგეს. ბოდიშს მოვიხდი. კრიშნასა და არჯუნას დიალოგში არის ბოლოს საინტერესო დასასრული, სადაც ასე ვთქვათ, კრიშნა ტოვებს ასეთ სიტყვებს, რომ მეო, ჩემი სიბრძნეო, გაგიზიარეო, აწონდაწონეო ეს ყველაფერიო და როგორც გინდა ისე იარეო. ვინც ამას ნახავ, მე გაგიზიარეთ, მე გადმოვეცი, ავწონდავწონოთ, გავაანალიზოთ და როგორც გვინდა შემდგომში იმის მიხედვით გავაკეთოთ თავისუფალი ნების არჩევანი. თუ შენ არ ხარ ამ დაინტერესებული, წარმატებები ღმერთმა ხელი მოგიმართოს, თავად იცი რა და როგორ თუ დაგაინტერესა რაღაცა, შენც ასევე ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თავისუფალი ნება ჯერჯერობით ასე ჩანს, ასე მისმის. შესაბამისად იყოს, არსებობდეს, ვინც დაინტერესდება, ვისაც დაეხმარება, კარგი, ვინც არა და თქვენც კარგი, ღმერთმა დაგლოცოთ და თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანია ეს ყველაფერი. იგივეა სხვათა შორის ზოგადადაც რა, რასთან საქმე გვექნება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იქნება თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი და თუ ვიღაცას ეს არ აინტერესებს და ჩვენ იმენა მივარდებით ასე და ისე, ჩვენ ვარღვევთ ამ დროს მის თავისუფალ ნებას. საინტერესოა. ასე რომ წარმატებები თავისუფალ ნებას, თავისუფალ არჩევანს.